უნდა გავუშვა ცხოვრებიდან, მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. არაფერი არ ჩაიფიქროთ, მოდით ნახოთ რა უნდა გავუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. შენ უნდა გავუშვა ძვირფასო მოგონებები, რომლებიც მხოლოდ ენერგიას გართმევენ. შენ უნდა გავუშვა ის, რაც სიხარულს აღარ გაძლევს, ან ვინც სიხარულს აღარ გაძლევს. ის უნდა გავუშვა, რის გამოც უნდა თავი იმართლო, ასე ვთქვათ, უკან უნდა დატოვო ეს ყველაფერი. ის, რაც გაშინებს და წინ არ გიშვებს, ისეც უნდა გავუშვა, რაც გაშინებს, წინ არ გიშვებს. ხო, აქ პასუხისმგებლობა გაქვს აღებული, ინიციატორი ხარ აღების, ამ პასუხისმგებლობის. არ გთხოვენ სხვათა შორის, თქვენ მოქმედებთ, თითქოს ყველაზე ძლიერი თქვენ იყოთ. დაკარგული დრო, პირადი ნეგატიური ენერგია ბლოკავს ეს ენერგია თქვენს მომავალს. სულ ელოდებით სწორ მომენტებს თქვენ ქმნით, გაუშვით ის, რასაც ელოდებით. ნუ ელოდებით, იმოქმედეთ, ვიტყოდი. რა უნდა გავუშვა კიდე? გაურკვევლობა, შიშები, დამოკიდებულება ძვირფასო უნდა გავუშვა. წინ არ უშვებ საკუთარ თავს, დამოკიდებულება არ არის აუცილებელი რაღაცას იღებდე. ვიღაცასთან მიმართებაში მაგალითად დამოკიდებულება. მაგალითად დამოკიდებულება, სადაც ადამიანი, რომელიც ჩნდება, ქრება, გაძლევს იმედს, მერე გრძნობ, რომ გიჭირს მის გარეშე, ემოციურად არასტაბილური ხარ მის გარეშე, ეს ყველაფერი გავუშვი. ენერგია, რომელიც აღარ გემსახურება, რომლის გამოც ცუდად ხარ. ახალი გზა გაქვს. ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული ამ ახალ გზაში, იმიტომ რომ გული გაქვს ძალიან გატეხილი, ძალიან ბევრი რამე გაქვს გადატანილი, მაგრამ გელოდება უზარმაზარი სიხარული, ბედნიერება, სიყვარული. ხო, ეს არკანი ზუსტად ამას ნიშნავს. ტვირთი, წარსულის ტვირთი გავუშვი და არასწორი ენერგიები. იმან ისმით რა, ამან ესმით რა, მე ამ ყველაფერზე დამოკიდებული ვარ. არა, გავუშვი, ყველაფერი გავუშვი აბსოლუტურად, რაც ხელს გიშლის. ამ ყველაფერს რომ გავუშვებ, შენ ცხოვრებაში შემოვა ის, ვინც რეალურად ღირს, რომელზე იფიქრო, გულიც გაგეხსნება, აზრებიც გაგიწმინდება, დაგიწმინდება, დალაგდება, ასე რომ თუ გინდა კარგად იყო ეს ნეგატივი და გავუშვა ცხოვრებიდან ჩემო კარგო და მაშინ წინ წახვალ. წარმატებები ყველას და მეც მომავალში ხვიდრამდე.